public service. საავტორო უფლებების დაცვა, მომიჯნავე უფლებები და კოლექტიური მართვა ამ თემაზე ინტელექტუალური საკითხების მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სემინარი სასტუმრო რედისონში გაიმართა. სემინარის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველებს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებები გაუზიარეს. შეხვედრის ორგანიზატორი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საკპატენტი და საავტორო უფლებების ასოციაცია. ეს თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოცდილება რაც არსებობს ამ სფეროში, რომ გავიზიაროთ, გავეცნოთ, თქვათ, როგორ ახორციელებენ ისინი ახსოვლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზოგადად კანონმდებლობა საქართველოში შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ სერიოზული პრობლემებია ახსოვლებასთან დაკავშირებით. საკმაოდ ბევრი ქვეყანა მონაწილეობს დღევანდელ სემინარში, ეს გახლავთ რეგიონული სემინარი და რაც თავარი აქ მოხსენებულებად არიან თანამედროვე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც უზიარებენ რეგიონის წარმომადგენლებს იმ გამოცდილებას და იმ გამძლე გზას, რაც მათ გაიარეს და მიაღწიეს საავტორო უფლებების დაცვის კუთხით იმ მნიშვნელოვან მაჩვენებელს და მაღალ მაჩვენებელს, რაც დღეს არსებობს. საავტორო უფლებებს დღეს მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა, ვიცი რომ ასია საქართველოშიც. დღევანდელი სემინარი ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა. საქართველოსთვის, რომელსაც დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვას თავისი ავტორები.